თურქული ლულა არის ეს თვითონ. ის შენ გაუკეთე თეთრი ისინი? ხო, ახლა ვსვავ, ის სპილოზულებს ვსვავ. ესაც მარტო ეს დეტალი. აი ეს დეტალი იყო ჯარჩინა ბორი. ვიყიდით და დანარჩენი თქვენ მიაუწყე რა თლიანად. ო, აი მთელი. აი ჯერ მარტო ეს თინასურ ჯარჩი ჩავმარე. არა, ნუ არიძოდნენ ახლა შენ რო ეს მანახი ისეთ დღეში იყო ჩავარმილი მე იმასე პულს კი არ მივწენ რაერთოდ რავი ახლა ვიტყოდი რომ დამპალი კინა ვიპოვე ძალიან გაუბედურებული იყო რა. ო მე ეცული მქონდა ახლა ჯერ თელი ბავშვობა და ეს როცა ესენი დავიწყე მეთი მარტო მექანიზმი გავაკეთო ლიჟბიზე ლულებს ვიშოვი ყველაფერი. არა ეხლა რა მინდა თქვა რომ აი ეს თანამედროვე ლულები ეხლა ეს ერთი და მეორე ხო? ძველად ტიპს უნდა ეს ხელით გამოეჭედა და იყიდება რა. ამიტომ კიდე ერთხელ ვიტყვი, თუ ვინმე სამი ძველი ლულა გიგდიეთ. არ ჩათვალოთ რომ რაღაცა უშველებელი განძიგავთ რა და რაღაცა იმისგან კიდე რაღაცა აეწყობა. უბრალოდ ისტორია არ დააზიანა. არც უნდა ისრულ ძველი ლულისგან კი ეს ხელია ვითომ ძიმია, მაგრამ არც ის ადრე ადგილზე იყოს, ახლა დამასკოს პოლადი როა და დახოვულია. ბევრი ლულა მქონია გახეთქილია ამ გადახვევაზე. შეიძლება შენ ვერ ჩიატო, აი გააკეთო რაღაცა უცებ გაისრულო და რაღაცა ხო, იაღლიში მოგვაგულს. მაგითო ვიძახით, თორე აკე შემოიხმიან, მე შენ რამპატში მოგდა ნაზარდეში, თუ გაქვთ ეგეთი ლულები და ვიყიდით. ვიყიდით, ოღონდ არ გააფუჭოთ ლულები, არ გადაჭრათ. მეტეს დატოსთან მიდიხარ, ჩვეულებრივად ხელს კიდე მუზეუმში ნახულობ, როგორი თოფები იყო, როგორი ხანჯლები იყო. ყველაფერს არა, ეგ ძალიან მაგარია რა. არ არის რომ ვიტრინაში და ესე უყურო და აი ახლა კიდე რა მინდა თქვა რომ ყურავდება თქვენ რატომ აი ეს ორი პროექტი შეხედეთ რა მდგომარეობაში ეს რომელიც ამისი ეს არის ამისი აი ნახეთ რა მდგომარეობაშია და შემდეგში ბექა გადაიღებს ამ აწყობის პატარ-პატარა მონაკვეთებს იმიტომ რომ მე აქ ვერ დაუჯდები და თქვა მე ვერ გადავღებ აპარატურას რაღაცას დაუწყობებ გადაიღებს ამის აწყობის მომენტებს მე ეს მაინც გადაობა და გავუშვებ. და ნახეთ რა გამო ანუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ხელობაშიც არ მოყავს ყველაზე მაგრამ როცა იგებ ხეს, რკინას, მავთულს, რაღაცას. და ისეთ რაღაცას აკეთებ, რასაც ქვია აი ესეთი რამე რა.